ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდის წევრები, უმაღლესი თანამდებობის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ იმყოფებოდნენ Messenger Signal-ში, ჩატში, სადაც განიხილებოდა IMS-ში ხუსიტებზე თავდასხმა, თუმცა უმეტესობა მათგანი, ვინც ჩატში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ ერთმანეთს არ უზიარებდნენ გასაიდუმლოებულ ინფორმაციას. ამ დღეების განმავლობაში ისინი ფაქტობრივად თავს ესხმიან, კონკრეტულად გამოცემა Atlantic-ის მთავარ რედაქტორს, რომელიც შემთხვევით მოხდა ამ ჩატში. მაიკ უოლცი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, აღიარებს, რომ მან შექმნა ჩატი და ამჟამად მიმდინარეობს გამოკვლევა თუ როგორ მოხდა ჟურნალისტი ამ ჩატში, ხოლო პიტ ჰექსეტი, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი, აცხადებს, რომ ჯეფრი გოლდბერგი, რომელიც მოხვდა ამ ჩატში, არის ნამდვილი თაღლითი და ის ავრცელებდა სიცრუეს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ლაპარაკობდნენ საიდუმლო თემებზე. სწორედ ამის შემდგომ გამოცემა Atlantic-მა გადაწყვიტა, რომ გამოექვეყნებინა მთლიანად ჩატის ყველა ეგრეთ წოდებული სკრინშოტი, სადაც ჩანს ერთმანეთში საუბარი უმაღლესი თანამდებობის პირების და როგორც Atlantic-ში აღნიშნავენ, უმჯობესია საზოგადოებამ შეაფასოს, რამდენად მნიშვნელოვანი და სენსიტიური ინფორმაცია ზიარდებოდა სიგნალის ჩატში. განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეს თავდაცვის მინისტრის პიტ ჰექსეტის ტექსტს, სადაც ის ლაპარაკობს და მიუთითებს კონკრეტულ დროს, როდის აფრინდა ამერიკული გამანადგურებლები F-18-ები და ასევე დრონები და კონკრეტული მათი სამიზნეები იემენში თუ სად უნდა მოხვედრილიყო. ამას მიექცა განსაკუთრებული ყურადღება. როგორც უკვე გითხარით, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გაზიარებულა, შესაბამისად საფრთხე არ შეუქმნეს ამერიკის მოქალაქეებს. ჯეი დი ვენსი, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ხაზს უსვამს სიტყვა თავდასხმას, რადგან თავდაპირველად გამოქვეყნდა სტატია სათაურით, რომ ომის გეგმები გაუზიარეს ჟურნალისტს, თუმცა ახალ სტატიაში გამოყენებულია სიტყვა თავდასხმა და არა ომი და დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სწორედ ამას აქცევს ყურადღებას. მათი აზრით გადაჭარბებული არის აქცენტი, რომ თითქოს ამ სერიოზული ომის თემები განიხილებოდა ამ ჩატში და ამას აქცევენ ყურადღებას, ხოლო რაც შეეხება თავად დონალდ ტრამპს, რომელმაც თავდაპირველად განაცხადა, რომ არ იყო ინფორმირებული ამ თემასთან დაკავშირებით, მოგვიანებით ჟურნალისტებთან ასევე აღიარა, რომ ეს მაიკ უოლცის, მისი მრჩეველის შექმნილი იყო და თუმცა ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა არ ღირს, დონალდ ტრამპსაც მიაჩნია, რომ გასაიდუმლოებული ინფორმაცია ამ ჩატში არ გავრცელებულა.